გამარჯობა, მე ვარ შალვა წინსკალაძე, რადიოლოგი, მუშაობ ულტრავგერის კვლევის სფეროში, რომელიც ჩვენში უფრო ეკოსკოპიის სახელით არის ცნობილი. ძირითადად პატარებში, ბავშვებში, თუმცა მოზრდილებშიც არის კვლევები, რომელსაც ვაკეთებთ და რომლებიც საინტერესოა და ინფორმატიულია ულტრავგერის კვლევის შემთხვევაში. ულტრავგერა თავისი არსით არის ერთ-ერთი მარტივი, სწრაფი, არაძვირი და არასაშიში გულისხმობ მაიონიზებელი დასხივების გარეშე საშუალება, რომელიც პრაქტიკულად რისკს არ შეიცავს პაციენტის ჯანმრთელობისთვის და ამიტომ ძალიან ფართედ არის გავრცელებული და მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერმა მოზრდილმა და ბევრმა ბავშვმაც უკვე იცის ულტრავგერა, ანუ ეგრეთ წოდებული ეკოსკოპია რას ნიშნავს, როგორ კეთდება. იყო პერიოდი, როდესაც გამოიგონეს კომპიუტერული ტომოგრაფია და მაშინ უწინასწარმეტყველებდნენ ეს ბევრჯერ მithქვამს ულტრავგერას გაქრობას, რომ აღარავის დაჭირდება, მაგრამ აღმოჩნდა პირიქით, იმიტომ რომ ადამიანის პაციენტის ჯანმრთელობაზე გამახვილებულმა ყურადღებამ აღმოაჩინა, რომ ასეთი უწყინარი კვლევების დახვეწა და უკეთესი აპარატურის შექმნა ჯობია, ვიდრე დასხივების რისკის შემცველი კვლევების ფართედ დანერგვა, მით უმეტეს გარდა დასხივებისა, სხვა კუთხით რო შევხედოთ, ძვირიც არის, მომზადება უნდა ხშირად, პატარების შემთხვევაში ნარკოზის გარეშე მაგნიტორეზონანსულ კვლევას ვერ გავაკეთებთ, ხშირად ვერც კომპიუტერულ ტომოგრაფიის, ამიტომ ისე ულტრავგერა რჩება, როგორც უწოდებენ მას პირველი რიგის კვლევად და რამე პასუხგაუცემელი კითხვების შემთხვევაში მერე ინიშნება უკვე ღრმა კვლევები. ეს პასუხგაუცემელი კითხვები არის შიგადაშიგ, იმიტომ რომ ულტრავგერა, როგორც სახელწოდება მეტყველებს, ულტრამაღალი სიხშირის ბგერას წარმოადგენს და დაცემული და არაეკლილი და შემდეგ კომპიუტერულად დამუშავებული ულტრავგერა გამოტანილი ეკრანზე იძლევა გამოსახულებას და შეზღუდვები არის ძვალი, მაგალითად, აირით სავსე ნაწლავები, ძალიან სქელი, კამქვეშა ცხიმოვანი ან სხვაგან მდებარე ცხიმოვანი ქსოვილი. ამიტომ ყოველთვის ულტრავგერით ამ უწურავი პასუხისგაცემა არ ხერხდება და კიდევ ვიმეორებ, ეს ამიტომაც განეკუთვნება პირველი რიგის კვლევებს, რომელთაც მერე იწყება გაღრმავდეს კვლევა თუ საკმარისია ის ინფორმაცია, რომელიც ულტრავგერამ მოგვაწოდა. განსაკუთრებით საინტერესოა კვლევის ეს მეთოდი ბავშვებში, იმიტომ რომ გარკვეული ასაკის შემდეგ უკვე რამდენიმე ათეულ წელს რო გადააბიჯებს ადამიანი, ასეა მიღებული, ნაკლები ყურადღება ექცევა პერსპექტივაში 20-30 წლის შემდეგ რაც ცვლილებებს მოიტანს მისი დასხივება თუ დასხივების მაღალ დოზა, ხოლო პატარებში პირიქით რა კი მთელი ცხოვრება წინ აქვს, დასხივების რაოდენობას აქვს არსებითი მნიშვნელობა და ამიტომაც ჭკვიან ქვეყნებში აქვს არსებობს ეგეთი სპეციალური პასპორტი, რადიაციული პასპორტი პაციენტის და ჩვენთანაც დანერგილია ყოველი კვლევის შემდეგ, საუბარია რენტგენზე და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, იწერება რა დოზის დასხივება მიიღო პაციენტმა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამის გარეშე მუშაობს ულტრავგერა და ამიტომაც არის ასეთი პოპულარული. პატარებში, იმიტომ რომ რაც უფრო მცირეა საკვლევი სიღრმე, რაც უფრო თხელია კამქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, უკეთესია ულტრავგერის შეღწევადობა, შესაბამისად გვაქვს უკეთესი გამოსახულება და ასევე შესაბამისად გვაქვს უფრო მეტი სიზუსტე დიაგნოზის დასმაში. ხშირად კითხულობენ მშობლები, როდის უნდა ჩატარდეს ეკოსკოპია, მოდი ამ ტერმინს ვიხმარ უფრო ხშირად, რომ გასაგები იყოს. ეკოსკოპია და ვინ უნდა დანიშნოს? ძირითადად ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა, პედიატრმა ან ოჯახის ექიმმა, რომლის ინსტიტუტის დღეს განვითარებულია და დანერგილია და ჯობია მას ვკითხოთ, რა კვლევა ჩავიტაროთ, ეს იქნება სისხლის ანალიზი, ეს იქნება ეკოსკოპია თუ რენტგენი თუ ასე შემდეგ. კიდე სხვა უამრავი კვლევა არსებობს მოგეხსენებათ, თუმცა არის შიგადაშიგ შემთხვევები, როდესაც დედის ინტუიცია განსაკუთრებით, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან ხშირად დედის ინტუიციით პირდაპირ სწორად მიყვანილ ექიმთან აღმოჩენა რაღაცა გადახრა და სასწრაფოდ ჩასარევი მდგომარეობა, ეს ზოგჯერ საკმარისია. და ეს ის შემთხვევებია, როდესაც რადიოლოგს შეუძლია ეკოსკოპის ამ შემთხვევაში პირდაპირ გადაწყვიტოს ყოველგვარი სხვა კვლევების გარეშე საით გაუშვას პაციენტი, მაგალითად ეს არის კუჭის პილორული ნაწილის
სტენოზი, რომლის დიაგნოზიც 100%-ით რადიოლოგის კვალიფიკაციის მიხედვით, რა თქმა უნდა, დგება ულტრავგერით, სხვა ალტერნატიული კვლევები აღარ ტარდება და თუ ულტრავგერა, ანუ ეკოსკოპისტი ამბობს, რომ აქ არის კუჭის პილორული ნაწილის სტენოზი, რაც გულისხმობს კუჭის ბოლო მონაკვეთის შევიწროებას კუნთოვანიშის გასქელების გამო და პილორუსის არხი ქრება, ანუ კუჭის შიგთავსი ვეღარ გაადის 12 გოჯა ნაწილში და შემდგომ საკვების მომნელებელი სისტემაში, სხვა დარჩენილ ნაწილში და სჭირდება სასწრაფოდ ოპერაცია, ну, მალევე ოპერაცია, რომელიც დღეები და კვირები არ გადაიდება. ეს ის შემთხვევა, როდესაც შეუძლია პირდაპირ ეკოსკოპის კუთხას, რომ თქვენ უნდა მივიზამდეთ ქირურგთან და დანარჩენს ქირურგები გააკეთებენ, რაც საჭიროა. არის ასევე მენჯბარძაღის კვლევა ჩვილებში, თუ დისპლაზია პირდაპირ ეუბნება ეკოსკოპისტი, რომ მივზანდით ორთოპედთან დისპლაზიის ხარისხის მიხედვით, თუ ზოგჯერ შეიძლება პედიატრის საკმარისი იყოს. ეს კვლევა სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ სკრინინგის სახით ტარდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ანუ ყველა ბავშვს მიუხედავად იმისა, არის თუ არა წინაპირობა, ანუ ჩვენება, მაინც უკეთებენ ამ კვლევას თავისი კიდევ ერთხელ ვამბობ უწყინარი ხასიათის გამო, სისწრაფის გამო, ძალიან მაღალი ინფორმატიულობის, აქაც პრაქტიკულად 100%-ით ისმევა დისპლაზიის ან ჯანმრთელი სახსრის დიაგნოზი და შემდგომი დაკვირვებაც თუ დისპლაზია იქნება, ისე ულტრავგერით კეთდება დაახლოებით 8 თვემდე. ეს არის საშუალო სტატისტიკური ასაკი, ამასაც ხშირად კითხულობენ მშობლები, რომ რა დრომდე შეიძლება ეკოსკოპით მენჯბარძაღის სახსრის დისპლაზიის კვლევა. 8 თვე ეს არის საშუალო, ვიმეორებ, მსოფლიოში გავრცელებული ასაკი, თუმცა ეს დამოკიდებულია ბარძაყიზულის თავებში გაძვალების ბირთვების ზომაზე და შეიძლება 6-7 თვის ასაკშიც ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს თუ დიდია ბირთვები, თუმცა მე მინახავს წლის და 8 თვის, 2 წლის, წლის და 4 თვის ბავშვი რამდენჯერმე მცირე ზომის გაძვალების ბირთვების გამო იდეალურად გამოჩნდა მენჯბარძაღის სახსარი და ეს დიაგნოზი იმ სტანდარტით, იმ კლასიკური წესით როგორც ისმევა, ისე მაგის დიაგნოზის დასმა გახდა შესაძლებელი და იყო შესაძლებელი. ბარემ ვაკი ამ კვლევაზე ვსაუბრობთ. მინდა გითხრათ, რომ წინა პირობები, როდესაც აუცილებლად, უფრო სწორად, აუცილებლად, რა ვთქვია, კარგია თუ გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს კვლევები, ეს არის დღენაკლი ახალშობილი, ტყუპი ნაყოფი, 2 და მეტი ნაყოფი, სანაყოფე წყლების სიმცირე, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, იქნება ზოგჯერ განივი, ზოგჯერ მენჯი, წინჯდომით, ესე უწოდებენ ხალხში ხშირად. ეს არის ასევე ტორტიკოლი, ეგრეთ წოდებული მკერდლავის დრილისებრი კუნთის, ან ყველასთვის ცნობილი კუნთის ფიბროზი, ამ დროსაც არც თუ ისე იშვიათად არის ხოლმე დისპლაზია მენჯბარძაღის სახსრის და პირველი შვილი გოგონაც ამ ბოლო ხანებში სტატისტიკით აღმოჩნდა, რომ მათში ხშირია დისპლაზია და ამიტომ ამ ჩამოთვლილი ჯგუფები შეიცავს გარკვეულ რისკს, გარკვეულ ალბათობას, რომ იყოს მენჯბარძაღის სახსრის დისპლაზია, თუმცა ვიმეორებ, ბევრ ქვეყანაში შეძლებულ და განვითარებული სისტემა, სადაც არის სკრინინგის სახით კეთდება მენჯბარძაღის სახსრის ულტრავგერით კვლევა დისპლაზიაზე. ასევე მაგალითად ისე ეკოსკოპისტის გადაწყვეტილებით, მაგალითად თუ ჩვენ ეკრანზე ვხედავთ, რომ არის აპენდიციტი, პირდაპირ რა თქმა უნდა უშვებთ ქირურგთან და დანარჩენი მერე არის ქირურგების საქმე და არის კიდევ შიგადაშიგ ბევრი მდგომარეობა, როდესაც პირდაპირ შეიძლება ეკოსკოპისტმა განსაზღვროს, საიცავდეს პაციენტი, თუმცა გონივრული, ლოგიკური, უფრო სწორი და გამართლებულია ექიმმა იმ კითხვების მიხედვით, რა კითხვების გაუჩნდება, გადაწყვიტოს ეკოსკოპიაზე გაუშვას ბავშვი, ნევროლოგთან გაუშვას თუ ლაბორატორიაში სისხლის ანალიზებს თუ ასე შემდეგ. ეს არის ეკოსკოპიის შესაძლებლობები, რომელიც ვიმეორებ გარკვეულწილად შეზღუდულია ცვლილების შემთხვევაში, თუმცა ძალიან კარგად ჩანს ცვლილების ზედაპირების დეფორმაცია ან სეკვესტრი ცვლილების ცისტა და უამრავ ისეთი რამ, რაც მაგალითად ადრე ითვლებოდა, რომ ულტრავგერა იყო უძური, მათ შორის შედარებით ბოლო, რამდენიმე ალბათ უფრო 2 ათეული წელია, თუმცა ბოლო წლებში დაიხვეწა და მიდგომები უფრო სტანდარტიზებული გახდა. ულტრავგერით მაღალი სანდოობით, ძალიან მაღალი სიზუსტით ისმევა ფილტვების ანთების, ეგრეთ წოდებული პნევმონიის დიაგნოზი და
ჩატარდა რამდენიმე დიდი კვლევა, სადაც აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს დასხივების გარეშე ულტრაბგერას დასვას ფილტვების, ანთების, ანუ პნევმონიის დიაგნოზი. მოზრდილებში იგივე ხდება, უბრალოდ მოზრდილებში როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ზოგი მასიურობის გამო, ზოგი მასიური პაციენტების შემთხვევაში გარკვეულად უჭდება გამოსახულება ეკრანზე და შესაბამისად სანდოობაც იქ კლებულობს, ან მეორე მხრივ უნდა ძალიან დიდი დრო, იმიტომ რომ ჩვენ გულმკერდის კვლევისას გვიწევს ყველა მიდგომადი ზედაპირიდან დათვალიერება ფილტვების ზედაპირების, პლევრის ფურცლების და დიდი პაციენტების შემთხვევაში ამას მიაქვს დიდი დრო. და რადგან ძვალი არ ატარებს ან ძალიან ცუდად ატარებს უკრავგერას, შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საინტერესო და ინფორმატიული კვლევა, რომელსაც ქვია ნეიროსონოსკოპია, ანუ თავის ტვინის ულტრაბგერით, თავის ტვინის ეკოსკოპია დავარქვათ მარტივად, უნდა მოხდეს ასაკში, სანამ ყიფლი ბანდები და პირველ რიგში დიდი ყიფლი ბანდი, რომელიც ყველა მშობელმა იცის ბავშვს აქვს თავის ზედა ნაწილში, უნდა იყოს ღია გაძვალებამდე და ამ ეგრეთ წოდებული ფანჯრის გავლით ულტრაბგერით შესაძლებელია ფასეული ინფორმაციის მიღება და ამ შემთხვევაში მით უმეტეს პირველი რიგის კვლევად არის მიჩნეული ეკოსკოპია, თუ რამე გადახრა ნორმიდან, შემდეგ გვჭირდება უკვე გაღრმავებული კვლევები, ღრმა რადიოლოგიური კვლევები და აუცილებლად ითვლება დღენაკრ ბავშვებში ამ კვლევის ჩატარება ნეიროსონოსკოპიის, ასევე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მუცლად ყოფნის დროს ულტრაბგერით აღმოჩენილი იქნა ნაყოფის თავის ტვინის ან მასში არსებული პარკუჭების დეფექტები ან რამე ნებისმიერი გადახრა ნორმიდან. ასე რომ ულტრაბგერის შესაძლებლობა აქაც და ინფორმატიულობა და ფასი, ასე ვთქვათ რა, მნიშვნელობა არის ძალიან დიდი და ვიმეორებ, აუცილებლად ითვლება დღენაკლი ბავშვების ან ნაყოფის შემთხვევაში რამე ხარვეზის აღმოჩენისას ბავშვის თავის ტვინის ულტრაბგერით კვლევა, ანუ ნეიროსონოსკოპია.